დღეს მოგვიხსენებათ არის ყველიერის მიტევების კვირა, ასე არის დღევანდელ დღეს კალენდარში მითითებული. თქვენ ალბათ ლიტურგიას ყველა და ეს არის იმედია და პური დაუგდეთ ჯერ 60 ქულოს, შემდეგ სახარებას. 60 ქულოში ასეთი სიტყვები იყო, რომ ესე მჭამელიო, არამჭამელს ნუ განიკითხავსო. ხო, არამჭამელი მჭამელს და რაც შეეხება სახარებაში ასეთი რამ მოგვითხრა ჩვენ მათი מחარებელმა, რომ როდესაცო იწყებ მარხვას, თავი არ მოაჩვენო ადამიანებს მარხველად. მაგრამ ეს არ იფიქროთ ახლა, თორემ ჭამელზე და არამჭამელზე ალბათ ყველა ხვდებით, რომ არავის არ გვაქვს უფლება ჩვენ დავუწყოთ ჭკუისავლება და გაკიცხვა ადამიანებს, რომლებიც ვერ იცავენ მარხვას. და კიდე თუ ვიცავთ მარხვას, თავი არ უნდა ავიმაღლოთ და ვინმეზე მეტად თავი არ უნდა მივიჩნიოთ. ხოლო რაც შეეხება მოჩვენებით მარხვას, აქ იგულისხმება, რომ ადამიანმა მარტო საჭმლის გარკვეული სახეობის მიღებისგან თავი არ უნდა შეიკავოს. ამასთან ერთად ადამიანები თითოეულ ჩვენთაგანი უნდა ვცდილობდეთ, რომ შინაგანათაც გამოსწორების გზაზე დავდგეთ. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, რომ ადამიანმა არ უნდა იმარხულოს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იმარხულოს, იმდენადაც, რამდენადაც ადამიანს შეუძლია ეს ახლა საჭმელს და სასმელს შეეხება. თუ ადამიანს რაიმე პრობლემა აქვს ჭამთელობასთან დაკავშირებით, თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, თუ არის კიდე რაღაცა შემოსულიქებელი გარემოებები, ასეთ შემთხვევაში ეკლესია ადამიანს აძლევს უფლებას მიიღოს სახსნილო საკვების გარკვეული რაოდენობა სხვადასხვა ფორმით. ეს ჩვენ ყველამ ვიცით, უბრალოდ დიდ მარხვის წინ ჩვენ მაინც ვალდებული ვართ სასულიერო პირები ადამიანები გავახდილოთ დიდ მარხვას, უდიდესი და საერთოდ მარხვას ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უფლის სიტყვები ალბათ ყველას გახსოვთ და უფლის სიტყვები ასე ჟღერს თქვენ ყველა მიცით, რომ ბოროტ სულთან ბრძოლაში აუცილებელია ადამიანი ლოცულობდეს და მარხულობდეს. თუ ადამიანი არ ლოცულობს, თუ ადამიანი არ მარხულობს, ის აუცილებლად დამარცხება ბრძოლაში. ბოროტ სულთან და ადამიანი, რომელიც არ იბრძვის ცოდვით მიდრეკილებებს, არ იბრძვის მავნე გარემოს, რომელიც მავნეზე გავლენას ახდენს ადამიანზე, ის აუცილებლად გახდება წუთის სოფლიშვილი, როგორც წმინდა წერილში წერია, ის დაივიწყებს ღმერთს, დაივიწყებს თავის მოყვას და ასეთი ადამიანი ვერც აქ ამ ქვეყანაზე არის ბედნიერი და იმ ქვეყნად კიდე ურწმუნო, უღმერთო, უმარხულო და უზიარებელი ადამიანების ადგილი ცათასასწრაფოებში არ არის, ალბათ ეს ყველა მიცით და შესაბამისად თითოეულ ჩვენთაგანს ღმერთი გვაძლევს საშუალებას, რომ რამდენადაც შევძლებთ მარხვის ასპარეზზე ვიმოღვაწეოთ იმისთვის, რომ შევიგრძნოთ პირველ რიგში საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა და ვთხოვოთ უფალს, რომ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოს და სათა სასუფეველის ღირსი გავხადოს. სათა სასუფეველის დამკვიდრება პირადი წარმატებით და ღვაწლით შეუძლებელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვეცადოთ. სასუფეველი ცათა არის საჩუქარი ღვთისა ადამიანის მიმართ, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს სასუფეველის ღირსი, აუცილებელია ღვთისგან დადგენილი წესები შეასრულოს, იმდენად, რამდენად შეუძლია, ხო? ჩვენ ვიცით, რომ სასუფეველში დამკვიდრებისთვის აუცილებელია ადამიანი იყოს ეკლესიის წევრი, ცხოვრობდეს ღვთისწინებებით. და დღევანდელ დღეს ეკლესია ჩვენ გვახსენებს ერთ-ერთ უდიდეს ტრაგედიას, მსოფლიო კატასტროფასაც უწოდებენ წმინდა მამები, როდესაც ადამმა და ევამ მათთვის გამზადებული ნეტარის სასუფეველი ედემის ბაღი დაკარგა. ედემის ბაღის ადგილმდებარეობა ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ის იყო, როგორც ბიბლიაში წერია, ტიგროს და ეუფრატის და კიდე ორი მდინარეა იქ მოხსენიებული, დაახლოებით ვარაუდობენ, რომ შუა მდინარეთი, თქვენ ყველა მიცით, ახლო აღმოსავლეთში, იქ იყო სადღაც ედემის ბაღი, რომელიც ღმერთმა გაამზადა ადამიანისთვის. თქვენ იცით, რომ სანამ ახლა 60-დან განდევნის დეტალებს შევეხებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მომენტებია და ნიშანდობლივია თითოეული ჩვენთაგანისათვის და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ იცით. როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო ადამიანისთვის, მის ყველაზე საუკეთესო ადგილზე, ედემის ბაღში დაასახლა. ადამი ედემის ბაღში ცხოვრობდა ნეტარებაში. ის მას არჩიოდა, არ წყუროდა, არ ავადმყოფობდა
და ასე შემდეგ, რაც შეიძლება ადამიანის სიტყვამ გამოთქვას, ისეთ ნეტარებაში და იმდენით რამდენიც ადამიანს შეუძლია დაეტიოს, ისეთ ნეტარ მდგომარეობაში იმყოფებოდა ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია ღმერთის ხილვა, მასთან ურთიერთობა, სწორედ ასეთ უმაღლეს ხარისხის ურთიერთობა ღმერთთან ჰქონდა ადამს. თან ასევე წმინდა წერილიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ ადამი იყო უგონიერესი ადამიანი. ალბათ ყველაზე გონიერი ადამიანთა შორის. დღევანდელ წუთისოფერში ზოგიერთს გონია, რომ 21 საუკუნეში მცხოვრები ადამიანი უფრო განვითარებულია ვიდრე ადამი, მაგრამ ეს ასე არ არის. ბიბლიიდან ჩვენ გებულობთ, რომ ღმერთმა ადამიანს დაავალა ედემის ბაღის მოვლა, იმისთვის რომ არ მოწყენებაში არ ჩავარდნილიყო, ასევე მას დაავალა, რომ ცხოველებისთვის სახელი დაერქმია. შეიძლება იფიქროთ, რომ ცხოველების სახელის დარქმევა არც თუ ისეთი მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამი არა მარტო გარეგნულად აფასებდა ცხოველებს, მათი თვისებები იცოდა, გარემოს იცნობდა ძალიან. კარგად შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ყველაზე საუკეთესო და მეცნიერი, ყველაზე საუკეთესო პროფესიონალი ნებისმიერი საქმისა, რომელსაც ახლა თითოეულ ჩვენთაგანი ეს თუ ისე შეძლებს დაგვარად ვითვისებთ ხოლმე სხვადასხვა პროფესიებიდან. ადამი იყო ესეთი სრულყოფილი ადამიანი და მან რომ დაინახა, რომ უამრავ უდიდეს რაოდენობა ცხოველთა და მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნაში მრავალფეროვნება არის, როგორც ეხსენება და დაინახა, რომ მისი მსგავსი არავინ არ იყო, მოიწყინა ასე წერია ბიბლიაში და ღმერთმა მისი ნეკნისგან შექმნა ევა. თავიდან არ წერია ბიბლიაში ევა და ღმერთს არ დაურქმევია სახელი ევა, თავიდან ასე წერია, რომ ცოლიო შექმნა და როდესაც ადამმა შეხედაო თავ ქალს, ისეთი გაოცდაო, გაკვირდა ღვთაებრივი ქმნილებით, რომ ასეთი სიტყვები თქვა, ახლა ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, ხორცი ხორცთა ჩემთაგანი და ამას ეწოდოსო ცოლ. ასე ამბობენ მამები, რომ ევა იყო ყველაზე უფრო ღირსებებით შემკული ფიზიკურად, სულიერად, ქალი შეიძლება ითქვას, რომ ქალების ეტალონით შეიძლება იყო. ასე ორივენი ცხოვრობდნენ სასუფეველში და შემდეგ ჩვენ ვიცით დაცემის ისტორია, როდესაც ეშმაკმა და თქვენი ცით ეშმაკი არის სულიერი არსება, რომლის შექმნის დროსთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია ბიბლიის პირველ წინადადებებში წერია, ღმერთმა შექმნა ცადა ქვეყანაო, ცაში სწორედ ანგელოზთა უამრავი მხედრობა იგულისხმება და ბოროტისული თავიდან ჩვენი კეთილი ანგელოზი იყო, შემდეგ გაამპარტა და დაეცა მას შურს ადამიანის და როდესაც იხედებოდა ადამიანის და ევას ნეტარ მდგომარეობა სასუფეველში, მათი ღმერთთან ურთიერთობა შეშურდა, ამოირჩია გველი და რატომ მაინდა-მაინც გველი. დღეს გველის დანახვაზე ალბათ ყველას ტანში გაგბურზგლავთ ხოლმე, ხო და რაღაცნაირად ისეთი შეგრძნებები გვეუფლება, მაგრამ როგორც გვასწავლიან ჩვენ, გველი იყო ყველაზე გონიერი ცხოველთა შორის, ის ყველაზე დაახლოებული იყო ადამიანთან, თავისი გრაციოზული მოძრაობებითო ატყობდაო ადამიანსა და ევას მხედველობას და შესაბამისად ყველაზე ახლოს მათთან იყო. ანუ ადამი და ევა რაღაცაზე იყვნენ მიჯაჭვულები. ამით ჩვენ წმინდა წერილი გვასწავლებს, არ შეიძლება ადამიანი მიეჯაჭოს რაღაცა წუთის სოფლისში, რაღაცას. კი, ჩვენთვის ბევრი რაღაცაა საჭირო, უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება არ შეიძლება. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანებს ღმერთი უნდა ჰქონდეთ და უკეთ გველში შედის ეშმაკი, აცტუნებს თავიდან ცოლს, ევას და შემდეგ უკვე ცრუნდება ადამიც. ამ ცდუნების მექანიზმთან დაკავშირებით მამები ამბობენ, რომ რატო ამოირჩიაო პირველად ეშმაკმა ევა. იმიტომ რომ ჩვენ როგორც გებულობთ წმინდა წერილი და ღმერთი უშუალოდ ესაუბრებოდა ადამიანს. ადამი ის რაც მას ღმერთი უცხადებდა, მერე ეტყოდა ხოლმე თავის ცოლს. და ევა თან თავისი ბუნებიდან, ქალის ბუნებიდან გამომდინარე, ეტყობა იფიქრე ეშმაკმა ამასთან უფრო წარმატებას მივახცებოდა. არ შემცდა რა სამწუხაროდ მიდის გველი ევასთან და ტყუილს ეუბნება. თქვენი ცით რომ 64-ში უამრავი ხეები იყო და ღმერთმა მარხვა დაუწესა ადამ და ევას პირველ მშობლებს ჩვენთას და უთხრა რომ ერთი ხე იყო, ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა, ამ ხის ნაყოფი არ შეჭამოთო, დანარჩენი ყველაფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. უმარტივესი დავალება, რომელიც შეიძლება და ადამიანისთვის მიეცა ღმერთს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ცოდვისგან მიდრეკილი არსებები რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცები გვაინტერესებს ხოლმე და ამ ადამიანური ბუნების სისუსტით
რომელიც ცოდის შედეგი არის თქვენი ცით რომ ნუ თავიდან ახლა ადამიანები სრულყოფილები იყვნენ, მაგრამ მათ ჰქონდა თავისუფალი ნება და ეს მოკლედ გამოიყენა ყველაფერი ბოროტმა სულმა აცდუნაევა და ასეთი სიტყვებია მნიშვნელოვანი რომ გველი რომ მიდის ეუბნება რომ თქვენ ხო ღმერთმა ვაგიგზავნოთ და ყველა ნაყოფის ჭამაო. ეს ხო ტყუილი იყო რომ ღმერთს არ აუგზავია ყველა ნაყოფის ჭამა, ღმერთმა უთხრა ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო მარტო. ამის შემდეგ ევას პასუხიც საინტერესოა და ევა ეუბნება რომ ჩვენო ყველა ხის ნაყოფის ჭამა არ აუგზალია, არამედ ერთი ხის ნაყოფის ჭამა აგვიგზავნა და მასთან შეხებაც აგვიგზავნაო. ანუ ფაქტიურად ევამ პირველივე ამ წინადადებაში რომელიც გველთან ჰქონდა გამართული იმაშიც მოიტყუა, იმიტომ რომ ღმერთს შეხება არ აუგზალია. და მოკლედ აი ასეთი საქციელი შემდეგ შეხედა ევამ ხის ნაყოფს, მოეწონა, იყო შესახედავად ძალიან სასურველი, შეჭამა და შემდეგ ადამიანსაც შეაჭამა. როგორც ამბობენ მამები, აქ იძულებას არც ერთ შემთხვევაში ადგილი არ ქონია და მექანიზმი ადამიანის სულების არ შეცვლიდა. ეშმაკს არ აქვს ჩვენ რამე ძალით გაგვაკეთებიოს. ის შემოდის წინადადებით და ჩვენ სამწუხაროდ მისას ვიწყნარებთ ხოლმე. და ამის შემდეგ ვარდებით ცოდვაში. და ადამიანის შემთხვევაშიც ასე იყო, რომ დაინახა რომ მისმა ცოლმა შეცოდა, მამები ამბობენ რომ ისე შეუყვარდაო ცოლი, რომ ღმერთზე წინ დააყენაო ადამიანმა, თვითონაც შეჭამა ხის ნაყოფი და ვიხედებით რომ ადამიანმა და ევამ იგრძნეს რომ ისინი იყვნენ შიშვლები. შეიძლება იფიქროთ მანამდე რა ეცვათ, მანამდე მამათა განმარტებით ეცვათ ნათლის სამოსლით იყვნენ შემოსილი და ასეთ ანალოგიასაც აკეთებენ დღევანდელ დღესთან, როგორც პატარა ბავშვებს არ აქვს სიცხვილის გრძნობა ხო ასე აქვს, რაღაც გარკულ ასაკამდე და მიაღწევენ, აი ესეთი უბრალოებით და ბავშვობით გამოირჩეოდნენ ადამიანები და ნათლის სამოსით იყვნენ შემოსილები. ამის შემდეგ დაინახეს თავიანთი სიშიშვლე, აიფარეს ჩვენი თვით რომ ლეღვის ფოთლები და მე შემდეგ ცოდვის შედეგს ვიხედებით ახლა, როდესაც ღმერთი შემოდის ადამიანთან და უნდა მას დაელაპარაკოს ედემის ბაღში და ახლა ღმერთის შემოსვლისთან დაკავშირებით ერთი რამე იცოდეთ რომ ღმერთი ყველგან არის. უბრალოდ აქ არის საუბარი მის შესახებ რომ ღმერთი ეკონტაქტება ადამიანს, ეს იგულისხმება ამ სიტყვებში რომ მოუწოდებს ადამიანს სადახარო ადამი და ევა იმალებიან. ანუ მათ რცხვენიათ. ეს არის შედეგი ცოდვის დაცემისა, როცა ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანი მოკლედ აი ესეთ არაადეკვატურად და არასწორად იწყებს მას რა ქვია საქციელი აქ ასეთი მას ის ფიქრობს რომ ბუჩქები დამალავს მის საქმეს, მაგრამ თავარი ის არის რომ ღმერთის შეგონების შემდეგ არც ადამი და არც ევა სინანულში არ ვარდება. მამები ამბობენ რომ ადამიანს რო ბოდიში მოეხადა, ევას რო თავი დაეხარა და სინანული გამოიხადა, ღმერთი აპატიებდაო მათ. ასე ამბობს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ადამიანმა ევას დააბრალა, ევამ გველს დააბრალა და ორივემ ესეთი არაპირდაპირ, მაგრამ მირიბად ღმერთი დაადანაშაულა, იმიტომ რომ ადამიანო შენი შექმნილმა მაცდუნაო. ასე ციტყვები იყო და ესეთ ცოდვაში ჩავარდნის მექანიზმი, მოკლედ სულ მუდამ მეორდება. ჩვენ ეკლესია გვასწავლის რომ ადამიანის ცოდვის ჩადენის შემდეგ თითოეულ ჩვენთაგან იბადება ცოდვით. ცოდვით და ცოდვას ქვია პირველი ქმნილი ადამიანის ცოდვა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნათლობის საიდუმლოდ წარიხოცება. ამის შემდეგ ადამი და ევა იქნებიან გაძევებული სამოთხიდან და იქიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე მორწმუნე ადამიანები და ყველა ასე უნდა იყოს ვისწრაფით ისევე რომ დავბრუნდეთ ედემის ბაღში. ამიტომ არის რომ თითოეული ჩვენთაგანი როდესაც ლოცულობთ და იმედია ყველა ლოცულობთ, როდესაც ლოცულობთ გავად პირით აღმოსავლეთისკენ. ეს არის გახსენება იმისა რომ სამოთხე ედემის ბაღი იყო აღმოსავლეთით და ჩვენ გვინდა ისევ შევიდეთ სადასასუფრებელში. აი მოკლედ ეს არის ის ისტორია რომელიც ადამ და ევას გადახდა და ღმერთმა მოგცეზალა რომ დაუძლიოთ ის სოდვილი მიდრეკილებები რომელიც თითოეულ ჩვენთაგანშია. დიდი მარხვა ამის ბევრ საშუალებას გვაძლევს, იმედი ამ საშუალებებს გამოვიყენებთ, ვისაც შეუძლია და შეძლების დაგვარად დავიცავთ მარხვას იმედია, ვილოცებთ, დავეცრებით ღვთისმსახურებას, ბეზიარებით იესო ქრისტეს უხსნელ ხორცს და სისხლს და ამით შევძლებთ ჩვენი დავალება, ჩვენი გასაკეთებელი, რომელიც ქრისტიანულ ცხოვრებაში, ქრისტიანულ ცხოვრება შევძლებთ ღმერთმა, დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. მრავალს დაისალით.